1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს 150 ქვეყანასთან ერთად ამ დღეს საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. პარლამენტის ყოფილ შენობასთან პროფესიული გაერთიანების აქცია გაიმართა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები 1 მაისს მანიფესტს მიიღებენ, რომელიც ხელისუფლებას გადაეგზავნება. დღესვე დაგეგმილია მსვლელობა მშრალი ხიდისკენ, სადაც სიმბოლური თეატრალიზებული სანახაობა და ძველი შრომის კოდექსის კრემაცია გაიმართება. დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს 1 მაისს პროფკავშირები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. გამოვიდეთ, ვამხილოთ, შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. აღნიშნა ახალი სიტუაცია, ახალი შესაძლებლობა. Ჩვენს მოახერხეთ და ჩვენი წვლილი შევიტანეთ შრომის კოდექსის შეცვლაში და მე იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება ბოლო დღე, როდესაც ჩვენ გვიხდება შრომის კოდექსის ნეგატივებთან დაკავშირებით საუბარი, იმიტომ რომ ყველაფერია გაკეთებული, რომ ნორმალური შრომის კოდექსი იყოს საქართველოში. იმედია, რომ უახლოეს ხანებში პარლამენტი მიიღებს მეორე მოსმენით, შემდეგ უკვე მესამე მოსმენით ცვლილებებს შრომის კოდექსში და პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს ვადიან კონტრაქტებთან დაკავშირებით, სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ანაზღაურებადი ფასიანი შვებულების ვერ გამოყენებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით მოიხსნება და ჩაბარდება წარსულს. 1 მაისს პროფკავშირები ტრადიციულად აღნიშნავს დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, სოლიდარობის დღეს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც აღნიშნავთ და წელს ეს თარიღი გაცილებით მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაცილებთ იმ შრომის კოდექსს, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებს საქართველოში და რომლის პირობებშიც ყველა დასაქმებულს შეექმნა პრობლემები.